თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. გაზრდილი ნაკადების პარალელურად ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით გზის ცალკეული მონაკვეთები გაფართოვდა, რაც როგორც აღინიშნა, გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს ხდის. მიმდინარე წელს ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, განსაკუთრებით შიდა ტურიზმის მიმართულებით. ამასთან რეგიონში ეტაპობრივად ვითარდება ახალი ტურისტული ლოკაციები და იხვეწება მომსახურების პირობები. თუშეთი ნამდვილად არის ის ადგილი საქართველოში, რომელიც განსაკუთრებული საქართველოა და წელიწადში სულ რაღაც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს აქ ტურისტული სეზონი, გზის სამუშაოები ტარდება, გაფართოვდა გზა, ადგილზე ბევრად მეტი სასტუმრო გაიხსნა, რა თქმა უნდა ჭარბობს საერთაშორისო მოგზაური, თუმცა ქართველებმაც აქტიურად დაიწყეს თუშეთის მონახულება. ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს ფერდის ექსკავაცია, სავალი ნაწილის გაფართოვება და გზის გაწმენდა ნაშალისაგან. სადაც შეუძლებელია ფერდის ექსკავაცია, ხდება კინა-ბეტონით გზის სავალი ნაწილის გაფართოება. ყველაზე მთავარი, რასაც ემსახურება, ეს არის უსაფრთხოება, რომ ტურისტებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ იმოძრაოს უსაფრთხოდ. საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვედით, ამ ზაფხულს გადავწყვიტეთ საქართველოს მთები აღმოგვეჩინა, განსაკუთრებით კი თუშეთი, რადგან ამ რეგიონის შესახებ ბევრი მსმენია. ეს მართლაც საოცარია. საფრანგეთშიც ბევრი მთა გვაქვს ნანახი, მაგრამ ეს ადგილი ნამდვილად გამორჩეულია. ქართული სამზარეულოც ძალიან მოგუწონს, ძალიან გემრიელია, ბევრი კერძი და მრავალფეროვანი არჩევანია.